გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის ჩემი შემდეგი ვიდეო, რომელიც უკვე შეეხება Netflix-ის ავატარის ადაპტაციას და ამ ვიდეოში ვისაუბრებ ძირითად ცვლილებებზე, რომელიც Netflix-მა გაუკეთა ორიგინალ ანიმაციას ამ ადაპტაციაში. სანამ ვიდეოს დავიწყებ, მანამდე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. ახლა გადავიდეთ განხილვაზე და მანამდე ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები უამრავი არის, მაგრამ ჩემთვის არის ტოპ-1 სერიალი ავატარი. ამიტომ ისეთ წვრილმანებზე არ ჩავაჭერ და რაღაც ძირითად ცვლილებებზე ვისაუბრებ. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ორიგინალი ანიმაციისგან განსხვავებით სერიალი იწყება სერიოზული ტონით. ჰაერის მბრძანებლების გენოციდი ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო დამატება სერიალში და ეს იმიტომ, რომ თვითონ ანიმაციაში ამაზე არ არის საუბარი, რამდენიმე სცენაში და რაღაც ფლეშბექებში არის ნაჩვენები მარტო. და ჩემი აზრით ძალიან კარგი დაწყება იყო ეს სერიალისთვის თვითონ და ეს ცვლილება მომეწონა მე. ძირითადად ამის მერე ალბათ უარყოფით ცვლილებებზე ვისაუბრებ, მაგრამ მოდი გავაგრძელოთ ინტრო. რახან ორიგინალ ანიმაციას ძალიან აიქონიკ ინტრო აქვს. ამაზეც მინდა რომ ვილაპარაკო. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა როგორც იყო ინტრო გაკეთებული, თავისი ანიმაციით ყველაფრით, მაგრამ ვერ მივხვდი კიოში რა შუაშია, ხო? ანიმაციაში კატარა გვიყვება, რა ხდება რა, ცეცხლის სამეფომ რომ ომი დაიწყო, ავატარი რომ გაუჩინარდა და რაღაც მისი პოვნის იმედი გვაქვს ასე შემდეგ. და ამ სერიალში რატომღაც რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ კიოში მოყვეს ეს ყველაფერი, თან არაფერ შუაში არის ამამებთან, ხო? როკუ, რომელიც წინა ავატარი იყო, იმას რომ მოეყოლა კიდე ხო, იმიტომ რომ ამამებთან დაკავშირებული არის, მაგის ცხოვრებიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ომი, ეს 100 წლიანი ომი, ხო? მაგრამ კაი, თქვათ კიოში მოყვა ეს ყველაფერი და კატარამ არ მოყვა და რა, მაინც ყვება კატარას ბებია მერე და რა აზრი ქონდა კიოში რო ყვებოდა ამ ისტორიას მერე კატარას ბებიაც რო ყვება არ ვიცი. ეხა მინდა აღვნიშნო ცვლილება, რომელიც მომეწონა, რომელიც ცვლილება არ არის, უფრო დამატება არის, იმიტომ რომ როდესაც კატარას და სოკას სოფელში გადავინაცვლებთ, ეწერება Wolf Cove, მგლის ყურის დასახლება, თავშესაფარი. და ეს ძალიან მომეწონა, რომ სახელები დაარქვეს ლოკაციებს. მაგალითად, ფინალურ ეპიზოდში, ჩრდილოეთის ტომს ქვია აგნაკელა. ესეც ძალიან მომეწონა. მოდი, ეხა მე გადავიდეთ შემდეგ ცვლილებაზე, რომელიც შეეხება ზუკოს. თვითონ მსახიობი ძალიან მომწონს და როგორც თამაშობს, ეგეც მომწონს. თვითონ პერსონაჟის ვიზუალი, ასე შემდეგ, რომ ერთი დეტალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუკოს პერსონაჟში, ეს არის ნაიარევი. ნაიარევი ორიგინალ ანიმაციაში ქონდა ძალიან დიდი, ცალითვალი ნახევრად ქონდა გახელილი და ეს ნაიარევი ყურზეც ქონდა გადასული, დამწვარი ქონა სახის დიდი ნაწილი, მაგრამ რატომღაც რეჟისორებმა აქ გადაწყვიტეს, რომ პატარაზე იყოს ეს ნაიარევი და თვალზე საერთოდ არ აწუხებს თან, ნახევრად გახელილი თვალი არ აქვს ზუკოს. ეს ეხა ისეთი სასწაული არაფერი არის, მაგრამ იმდენად დიდი ნაწილი არის პერსონაჟის, რომ ფაქტობრივად მისი ცხოვრება ამ ნაიარევით არის განპირობებული და მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან გამოჩენილი ყოფილიყო ეს. მოდი უმთავრეს ნაწილზე გადავიდეთ ახლა, რომელიც არის ელემენტების მართვა და ბრძოლის სცენები. ამაზე სანამ ვისაუბრებ, აუცილებლად 2010 წლის ფილმი უნდა გავიხსენოთ, რომელიც იყო ძალიან საშინელება, იყო სასაცილო და ასევე იყო კუბო ფილმი, რომელიც თუ ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი, ალბათ იმის მერე მეორედ ნახვა აღარ მოგინდებოდათ. ელემენტების მართვა და ბრძოლის სცენები იმდენად სასაცილო იყო ამ 2010 წლის ადაპტაციაში, რომ აუხსნელად წარმოუდგენელ საშინელება იყო და Netflix-ის ავატარი, როდესაც გამოვიდა და უყურებ ყველა ბრძოლის სცენას, ყველა ელემენტის მართვას და ძალიან მომწონს იმისგან განსხვავებით ყოველ შემთხვევაში, რომ 100 თავით ჯობია იმას. მაგრამ მოდი აქაც აღვნიშნოთ ერთი-ორი უარყოფითი, რომელიც ჩემი აზრით იმსახურებს აღნიშვნას. ეს არის გადაღება, როდესაც ბრძოლის სცენა არის, რაიმე მოძრაობა ხდება ამ ელემენტის ირგვლივ, ძალიან ახლოს არის კამერა პერსონაჟთან, იმდენად ახლოს არის, რომ თითქოს ბიუჯეტს ზოგავს ეს Netflix-ი, რომ ბოლომდე არ გვაჩვენოს რაღაცა. რამდენიმე სცენა არის სერიალში, სადაც ფართო კადრი არის, გაშლილი კადრი არის და კარგად ჩანს თლიანი პერსონაჟი და მისი მოძრაობა, მაგრამ ზოგ სცენაში, მაგალითად ამ სცენაში, რომელიც ახლა ამონათდება, სადაც კატარამ უნდა ესროლოს წყალი ზუკოს. იმდენად არ აქვს ძალა
ამ წყალს, რომ არ იგრძნობა მისი დარტყმა საერთოდ. ანუ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ზუკოს ვედრით შეასხეს წყალი და აი ხა რამდენი წყალი უნდა შეასხა ვედრით ადამიანს, რომ ან წაიქცეს, ან რაღაცა ესეთი მოვიდეს, რაც ამ წყლის მოხვედრის მერე მოვიდა ზუკოს ამ სცენაში, ხო? და ახლო გადაღებას რომ მიუბრუნდეთ კიდე, ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს ცეცხლის, ან მიწის, ან ჰაერის, ან თვითონ წყლის, რომელსაც მართავს პერსონაჟი. რაც არ მომწონს, იმიტომ რომ მინდა რომ მთლიანად დავინახო ეს ყველაფერი და ისე ჩანდეს აი ფართო კადრში როგორც არის. ანუ რა თქმა უნდა, ეხლა ყველა ფართო კადრი და მთლიანად ვერ გადაიღებენ, იმიტომ რომ ალბათ დიდ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და ბიუჯეტს მერე მოუბრუნდები უკან. მინიმუმ იმდენად უნდა ჩანდეს, რომ არ მაწუხებდეს რა. მაინც და მაინც მთლიანად რაღაცა wide shot-ი თუ არ იქნება, ისე გადაიღონ, რომ კარგად ჩანდეს მაინც. არის ისეთი სცენები, სადაც არ ჩანს კარგად. მოდი სერიების გაერთიანებაზე ვისაუბროთ, რაც ჩემი აზრით არ არის ისეთი საშინელება, როგორცაც ბევრი ამბობს, იმიტომ რომ ორიგინალ ანიმაციაში პირველ სეზონში იყო 20 წუთიანი სერიები და თან ისეთი იყო ეს პირველი სეზონი, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ძალიან ეს სერიები. და რთული არის, რომ 1 საათიან ეპიზოდში, რადგან Netflix 1 საათიანი ეპიზოდის მოთხოვნა აქვს. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ გაერთიანებისას მაქვს, არის ის, რომ რაღაცეები იჭრება. აი მაგალითად, როდესაც აანგი ჩრდილოეთის აირის ტაძარში ჩადის, იქ ხდება მექანიკოსი, აქ სხვაგან ხდება ეგ, მაგრამ იქ ხდება ძალიან დიდი ბრძოლა, ასე ვთქვათ რა. და ეს არის მოჭრილი დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ ეყოთ და ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც რეჟისორი საუბრობს და განიხილავს თვითონ ავატარის რაღაცა CGI მომენტებს, მე მგონია, ზუსტად აღარ მახსოვს. და იქაც საუბრობს, რომ ვერ გამოიყენეს იმდენი რესურსი ორიგინალი ანიმაციიდან, რაც უნდათ. სერიალის ბიუჯეტი იყო 120 მილიონი, რაც არის ძალიან ცოტა ამ სერიალისთვის. ეს კიდე იმიტომ, რომ ძალიან მოითხოვს CGI-ის ეს სერიალი. ანუ რო ჩამოვთვალოთ, ეს არის თვითონ ელემენტების მართვა. ასევე ცხოველებიც უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ყველა ცხოველი არის ჰიბრიდი, ანუ არც ერთი ცხოველი რეალობაში არ არსებობს, რაც ავატარში არის და მაგასაც ვერ გამოიყენებ, რომ ფული დაზოგო სიტყვაზე რაღაცა ცხოველი მოიყვანო და ფული დაზოგო. ანუ ყველაფერი ჰიბრიდი არის. ლოკაციებიც არის წარმოუდგენლად არარეალისტური. ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, ანუ 9 მილიარდი უნდა დახარჯულიყო ამ სერიალზე, იმდენად CGI-ის მომთხოვნი სერიალი არის, რომ სხვანაირად არ გამოდის ფიზიკურად. სულების სამყაროც უნდა ვახსენო ახლა, რომელიც არის მე-5 ეპიზოდი Netflix-ის სერიალში და ფაქტობრივად სულების სამყარო არის ავატარის სამყაროს მეორე ნახევარი. ანუ ძალიან დიდი ნაწილი არის ეს და Netflix-მა გადაწყვიტა, რომ სულების სამყარო, სადაც უამრავი არარეალისტური რაღაც არის, აი, რატომღაც რეალურ ლოკაციაზე გადაიღეს, მე მგონი. ანუ სადღაც ტყეში მიიყვანეს ეს მსახიობები, გადაიღეს ეს. მერე იასამნისფერი ფილტრი დაადეს. იმდენად იმედის გამაცრუებელია ეს ყველაფერი. თან კამერა იმდენად ჩაკეტილად მოძრაობს. ანუ არანაირი ფართო კადრი არ არის, ან შორიდან დაგვანახონ მთლიანი სულების სამყარო, ან რაღაც მსგავსი. ანუ პერსონაჟს ძალიან ახლოს დაყვება კამერა. იმდენად აინტერესებს ხალხს, ან როგორ გამოიყურება ეს მეორე სამყარო, რომ ძალიან იმედის გამაცრუებელი არის ეს ახლო კადრიდან ყველაფრის ჩვენება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სულები, რომელიც ამ სამყაროში გამოჩნდნენ. ეს არის ჰეიბაის სული, ვან შიტონგის სული და კოჰის სული. მოდი ვან შიტონგით დავიწყოთ, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო პირველ სეზონში, იმიტომ რომ არანაირ აზრს არ ქმნის მისი გამოჩენა აქ. ანუ რაც ვან შიტონგმა უთხრა ამათ, შეეძლო ნებისმიერ სხვა სისულელე რამეს ეთქვა, მაგალითად ამ სოკოს, რომელიც კორა სერიალში იყო და აქ შეეძლოთ გამოიყენებინათ, არ ვიცი რატომ, არა მაინც. ზოგადად ვან შიტონგს აქვს ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა მეორე და მესამე სეზონში და იმედი არის, რომ ამ სცენით არ მოიშორეს თავიდან, იმიტომ რომ ბიბლიოთეკის ეპიზოდით ვითარდება მეორე სეზონი და მესამე სეზონი მთლიანად. გზის დაბნელების შესახებ ინფორმაცია სხვა საიდან უნდა მოიზიონ არ ვიცი. იმედია, რომ ამ მომენტს არ გამოიყენებენ იმისათვის, რომ რატომღაც ბიბლიოთეკის ეპიზოდი ამოჭრან მერე მეორე სეზონიდან და რაღაც სხვა გზით მოიპოვონ ის გრაგნილი, სადაც წერია გზის დაბნელების შესახებ ინფორმაცია. როგორც მინიმუმ ეს გრაგნილი კაი რო იპოვონ, მერე ჭირდებათ ის კალენდარი და პლანეტარიუმი, სადაც უნდა შეამოწმონ თარიღები მომდევნო პერიოდებისათვის, ანუ შემდეგში როდის მოხდება მზის დაბნელება. პლანეტარიუმი კიდე ანიმაციიდან ვიცით, არის მარტო ბიბლიოთეკაში. ანუ როგორც მინიმუმ ეგ ადგილი ჭირდებათ, რომ მომავალი მზის დაბნელების შესახებ გაიგონ ინფორმაცია. ანუ ვან შიტონგის გამოჩენა პირველ სეზონში მარტო იმიტომ, რომ რაღაც პატარა მითითება მისცეს, როგორ მოიქცნენ სულების სამყაროში, არის წარმოუდგენლად შესულელი.
ჰეიბაიზეც ვისაუბროთ ახლა. ჰეიბაის შეტენეს ის, რაც აქვს სხვა სულს კორას სერიალში, ანუ კორას სერიალიდან საერთოდ რატო გადმოიტანეს ეს რაღაცა არ ვიცი და მერე ჰეიბაის რატომ იცეს იმის შესაძლებლობა, რომ ამ სულის გამოშვება შეუძლია, ჰეიბაის შეუძლია, რომ დაკარგული სულების ნისლი გამოუშვა სპირიდან. რაც არის სრული სისულელე, ანუ ჰეიბაის სულ სხვა მიზეზის გამო იყო ორიგინალ ანიმაციაში და აქ საერთოდ სულ სხვა მიზეზის გამო არის, ანუ ის რო ტყის სული არის და ანგმა იმედი უნდა მიცეს, რომ მომავალში ეს ტყე აღდგება და ისევ გაცოცხლდება. აქ აი ძალიან გაკვრით არის ნათქვამი, ანუ თავარი არ არის ამ სერიაში ჰეიბაის სული და ეს არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება მესამე სულს და ეს არის კოჰის სული, რომელიც ორიგინალ ანიმაციაში გაცილებით უკეთესი არის ვიდრე აქ. ანუ როგორც ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავი არის ამ ყველა სულის ნახვა, კოჰის მთავარი შესაძლებლობა ანიმაციაში იყო, რომ ვინც მასთან მივიდოდა და საუბარს დაუწყებდა, თუ ოდნავ მაინც შეიცვლიდა გამომეტყველებას, პარავდა სახეს. ეს არის ძალიან საშიში და ანუ დაძაბული ხარ, როდესაც ანგის და კოჰის საუბარს უყურებ ორიგინალ ანიმაციაში, ძალიან დაძაბული ხარ, რამე გამომეტყველება არ შეიცვალოს და როდესაც ეს საუბარი მთავრდება და ანგი აღფრთოვანებით იძახის კოის თევზებზე რაღაცას და მოვარდება კოჰი, ანუ ძალიან ნერვიულობ, რომ ეხლა რა მოხდება და უცებ გამომეტყველება უცვლელია ანგის და ტოვებს გამოქვაბულს. აქ არის სრულიად შეცვლილი, ანუ ეს არ აქვს კოხს და ერთი ჩვეულებრივი სული არის, რომელიც სახეებს ისე ვიპარავს ოღონდ ჩვეულებრივად იჭერს ხალხს, ანუ ჰეიბაის ნისლში დაკარგულ ხალხს გონებით აჩვენებს რაღაცეებს და მერე იტყვებს თავის ბუნაგში, სადაც ქსელებში აბავს და სახეს მარტო მაშინ ართმევს, როცა მოშივდება. მზამზარეული და ყველაფერი რატო ცვლი ამას, ხო? საერთოდ არასაჭირო ცვლილება არის. ესეთ ცვლილებებს რატო აკეთებს Netflix-ი, წარმოდგენა არ მაქვს. არ არის საჭირო ისეთი ცვლილებების გაკეთება, რომელიც არანაირ აზრს არ ქმნის, ანუ რო შეიცვალათ და რაღაც უფრო საშიში ყოფილიყო სიტყვაზე, ან უფრო უკეთესი აზრი შეექმნა იმაზე, კიდე ხო, მაგრამ ანუ რატო აფუჭებ? კიოშის ეპიზოდსაც გადავიდეთ, ანუ როგორც ეპიზოდი ეს ძალიან მომეწონა და სხვათა შორის, როდესაც ამ ცვლილებებზე ვსაუბრობ, ძირითადად უარყოფითი ვიდეო გამოდის, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან მომწონს მაინც ეს სერიალი, იმიტომ რომ თავისი გული აქვს ამ სერიალს და ამ ცვლილებების მიუხედავად, ჩემი აზრით მაინც კარგი საყურებელია. შეიძლება თუ ორიგინალი ანიმაცია არ გაქვს ნანახი, უფრო ისიამოვნო ამ სერიალით, იმიტომ რომ ცვლილებებს ვერ შეატყობ, მაგრამ მოდი ეხა გავაგრძელოთ კიოშიზე საუბარი, რომელიც ანუ ზოგადად მთელი სერიალი გამოწვეული არის ავატარი როკუს და ცეცხლის ლორდი სოზინის ურთიერთობით. ანუ მთელი ომი იქიდან დაიწყო, რომ ეს მთელი 100 წლიანი ომი მოხდა. და ანგს აეკიდა ეხა პასუხისმგებლობა ავატარი როკოს გამო და წესით ურთიერთობა ანგს და როკოს უნდა ქონდეთ ერთმანეთთან და არა ანგს და კიოშის. შესაბამისად აქ უფრო მეტად კიოშისთან ურთიერთობს ანგი და თავისი მეგობრების გადასარჩენად კიოშით გადაიქცევა და ისე ებრძვის ცეცხლის მბრძანებლებს, რომლებიც ამ კუნძულზე შემოიყვანეს. წესით ამ სერიალში კიოში იმიტომ წამოწიეს წინ, რომ არ იცოდნენ მეორე და მესამე სეზონი თუ იქნებოდა დამტკიცებული. და რახან არ იყო დამტკიცებული, კომენტაზე ინფორმაციას ვერ გაავრცელებდნენ სერიალში. ვერ შემოიყვანეს როკოს პერსონაჟი, რომელსაც უნდა აეხსნა ომი რატო დაიწყო. კომეტა რა შუაში არის და ის, რომ კომეტა დაბრუნდება მომავალში და ანგმა უნდა მოასწროს 4-ვე ელემენტის დაუფლება, რომ დაამარცხოს ცეცხლის ლორდი ოზაი. ეს არის მნიშვნელოვანი ორიგინალ ანიმაციაში, მაგრამ აქ უკან არის გადაწეული კომეტის თემა ძალიან. და რახან როკოს პერსონაჟს ვერ ათქმევინებდნენ ამას, იმიტომ რომ არ იცოდნენ მეორე და მესამე სეზონი როდის გამოვიდოდა და ვერ იტყოდა როკუ იმას, რომ სიტყვაზე 2 წელიწადში ჩამოვა კომეტა, იმიტომ რომ რო არ გაგრძელებულიყო სერიალი, ან უფრო ადრე გამოსულიყო, ან უფრო გვიან გამოსულიყო, ზუსტ თარიღს ხო ვერ იტყოდა. შესაბამისად კომეტის თემა არის უკან გადაწეული და როკუს საერთოდ სხვა ისტორია აქვს ამ სერიალში. სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ როკუს გამოჩენა ყოფილიყო სულ სხვა კუთხით. როდესაც კოჰი კატარას და სოკას მოიტაცებს, ანგმა უნდა გადაარჩინოს და ამისთვის უნდა ესაუბროს ავატარ როკუს, მაგრამ ამ შემთხვევაში როკუ კომეტაზე კი არ ესაუბრება და მის წარსულზე რაღაც გაკვრით არის 1-2 სიტყვა მაგაზე ნათქვამი როკოს მხრიდან, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.
სერიალში შემოდის სული, რომელსაც ქვია სახეების დედა. ამ სულზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ავატარის მესამე სეზონის გაგრძელებაში, ანუ მეოთხე სეზონი რაც უნდა გამოსულიყო, ის არის კომიქსად გამოსული და იქ არის სახეების დედა, ესეთი სული, რომელიც მნიშვნელოვანი არის იმ მომენტში, რადგან ზუკო ეძებს თავის დედას მესამე სეზონის გაგრძელებაში, ანუ ამ კომიქსებში და სახეების დედა არის უმნიშვნელოვანესი სული აქ. მაგრამ ეს არაფერ კავშირში არ არის ამ სამ სეზონთან, და ეხლა გადმოიტანეს აქ, სადაც როკუ უნდა დაეხმაროს ანგს, რომ დაიხსნას თავისი მეგობრები. ეუბნება იმ ტოტემზე, რომელიც ამ სახეების დედას ეკუთვნის, ასე ვთქვათ, და ეს ტოტემი უნდა მიცე კოხს, რომ დაგიბრუნოს შენი მეგობრი. ჩემი აზრით ეს დამატება, რომელიც საერთოდ ავატარის მესამე სეზონის გაგრძელებაშია, არის არაფერ შუაში არ არის საჭირო. ისეთი რაღაცების მოტანა ამ სერიალში არ არის საჭირო, რაც არ ხდება საერთოდ. შეგიძლია წარსულიდან დაამატო რაღაცები, მაგრამ მომავლიდან და სიტყვაზე კორას სერიალიდან რატო ამატებ რაღაცებს, ხო? საერთოდ არ არის საჭირო და იმიტომ, საერთოდ არ არის საჭირო. ერთადერთი კიოში, რასაც აკეთებს, არის რომ ანგს უწინასწარმეტყველებს ჩრდილოეთის თავდასხმის შესახებ. რაც არის სრული აბსურდი და იმის გამო რომ კიოშის რაღაც აზრი ქონოდა ამ სერიალში ეს შეტენეს და რაც ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ წინასწარმეტყველება თუ შეუძლია წინა ავატარებს, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს, ხო? და იმედი არის ამას არ გამოიყენებენ იმისთვის, რომ მზის დაბნელების შესახებ გაიგონ ინფორმაცია ბიბლიოთეკის ეპიზოდის მაგივრად. ყველაზე საშინელება რაღაცა იქნება მთელ მსოფლიოში ეგ თუ გააკეთეს, ჩემი აზრით ძალიან არ მომეწონება მე. მოდი ფინალზეც ვისაუბროთ ახლა. ფინალი არის ორნაწილიანი, პირველ ნაწილში ჩადიან ჩრდილოეთში და მეორე ნაწილში უკვე ბრძოლა იწყება. ზოგადად ამ ფინალში ძალიან კარგად ჩანს თუ სად დაიხარჯა მაყუთი, როგორც ყველა სერიალში, პირველ სერიაში და ბოლო სერიაში ყველაზე დიდ ფულს ხარჯავენ. როგორც ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავი არის, ასევე თვითონ ჩრდილოეთის ტომიც ძალიან კარგად არის გაკეთებული. მაგრამ ვისაუბროთ ახლა ცვლილებაზე, რომელიც ფინალში გააკეთეს. ამისთვის უნდა დავუბრუნდეთ კოხს. ზოგადად ორიგინალ ანიმაციაში კოხი ჩნდება ფინალში. იმიტომ რომ ანგმა კოხისგან უნდა გაიგოს ინფორმაცია ოკეანის და მთვარის სულების შესახებ. რომ მერე გააკეთოს ის, რასაც ფინალში აკეთებს. იმ გიგანტურ თევზად გადაიქცეს და გაანადგუროს ცეცხლის მბრძანებლების ხომალდები და უკან დაიხიონ ცეცხლის მბრძანებლებმა, ხო? აქ კიდე ანგი კი ჩადის ამ ოაზისში და მერე გიგანტურ თევზად გადაიქცევა, მაგრამ ამას რატო აკეთებს არ ვიცით. როდესაც ოაზისში ჩადის, ამბობს, რომ ნანობს ამ 100 წლით გაუჩინარებას და რომ ვერ დაეხმარა ხალხს. რატო? მზამზარეულ რაღაცებს რატო ცვლიან, წარმოდგენა არ მაქვს. მარტო იმიტომ ცვლიან, რომ ცვლილება გააკეთონ ჩემი აზრით. ზოგი რაღაცეები ამ სერიალში ხდება უაზროდ, უმიზეზოდ და მარტო იმიტომ, რომ ორიგინალ ანიმაციაში მოხდა, აქაც უნდა მოხდეს, მაგრამ იქ რო ხდება, თავისი მიზეზი აქვს და აქ იმიტომ ხდება, რომ სხვა გზით ხო ვერ წაიყვანეს სერიალს და უნდა მოხდეს. მეორე სეზონში ამას სხვა ვიდეოში განვიხილავ, თან უკვე მეორე სეზონის ტრეილერი გამოსული არის და იქაც არის რაღაცა ცვლილებები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და აუცილებლად განვიხილავ მეორე სეზონის ტრეილერსაც. მანამდე კიდე დაგემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება და დაკომენტარება. ნახვამდის.